სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. აღუდგინეთ რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მისი საკვირველთმოქმედი ხატის ბოლოს ყოფილი ვენახის წინაშე დაუჯდომელი საგალობელი და შევავედრეთ ცხოვრებაი ჩვენი სულ დღეს თქვენ სარწმუნოებასთან ვისაუბროთ წმინდა გრიგოლ პალამას მიერ რომლის არაერთ ქადაგებას ღვთისმადლით უკვე გავეცანით და ეს ქადაგება შეეხება ქრისტეს განკაცების მნიშვნელობას საცხოვრებლად ჩვენ კაცთან მოდგმისა. განსაკუთრებულად ამ მოკლე სიტყვაში, რომელიც როგორც ყოველთვის სხალი და ღრმააზროვანია, ეს წმინდა მამა ყურადღებას მიაქცევს ჩვენსას მაცხოვრის ნათლისღებაზე. თუ რა მოგვეცა მისი ნათლისღების მიერ, რამდენად აუცილებელი იყო ეს მასში, როცა არაფერს გარედან შემტკიცებისთვის, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, არ საჭიროებდა უფალი ღმერთი. რა იდუმალება აღესრულა მაცხოვრის ნათლისღების სახით. როგორი იკურთხა მის მიერ თითოეული ჩვენთაგანის ნათლისღება, ანუ ნათლობა, რითაც საბოლოოდ განგვეხნა ზეციური სასუფევლის აქამდე ჩვენთვის დახშული კარნი. ამ და სხვა სულიერ მომენტებზე აჩერებს ჩვენს ყურადღებას ეს წმინდა მამა. აი მივყვეთ მის სიტყვას. გულში თარგმნე ეს სიტყვა თქვენი სიყვარულისთვის, საკმაოდ ბევრი მოგიგროვდა უკვე ამ წმინდა მამის ქადაგებები, თუ ღმერთი ინებებს თავის დროზე კრებულის გამოა მისი არაჩვეულებრივი ქადაგებებისა. გრიგოლ პალმა მოგეხსენებათ ერთ-ერთი უდიდესია მღვდელმთავართა შორის, ამავე დროს არის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველთა შორის. გვიანდელი შუა საუკუნეების დიდი ბიზანტიელი ღვთისმეტყველია, რომელსაც განსაკუთრებულად სიღრმისეულად გადმოგვცა სწავლება თეოზისის, ანუ ადამიანის გაფრთხობის შესახებ. აი რას ამბობს წმინდა მამა. ქრისტე ნათლისღებისთვის მოვალს მისი მორჩილების გამო, ვინც იოანე წარმოგზავნა. ვინ იყო, ვისაც ემორჩილებოდა იოანე? ზეციური მამა. ქრისტეს იმავე მამის მორჩილებისთვის, ესე იგი მოდის ნათლისღება და ასევე იმის გამოც, რათა თავისი საწუთროსთვის გამოეცხადებინა მაცხოვრებელი ხელმძღვანელობა ეწყო ღვთის ერისთვის და ისინი დაერწმუნებინა, ვინც ინათლებოდა მასში, რომ მით, ანუ ნათლისღების გზით სული წმინდა ეძლევა მათ. ესე იგი მაგალითი თავად მან მისცა, თუმცა ამბროს მედილვანელი და სხვა წმინდა მამები ამბობენ, რომ არაფერი არ საჭიროებდა ქრისტე ნათლისღებით. ის იყო თვითქმარი, ის ღმერთია, სული ღმერთი და სული კაცია, ღმერთკაცი, მაგრამ მამის მორჩილებისაც რატომ? როდესაც იოანე აყენებდა შენ ჩემდა მოხალა, მე შენდა უნდა მოვიდოდი უკურთხევის შენ ჩემდა მოხალა, დადექ იოანე ესრეთ აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. რა სიმართლეზე მიანიშნებს იოანე ნათლისმცემელს ქრისტე მაცხოვარი? რამდენადაც ხორცნი შევისხნი, ამიტომ მე ვემორჩილები ჟულსაც, რომელიც მოსეს მიერ თავად მე თანამამით და სულიწმინდით მოგეცით. ერთი ამით ზეციური მამისადმი მორჩილება მოგცა, როგორც ფსალმურში წერია, მორჩილი იყო ძევთისა, მამისა და მორჩილი ვიდრე სიკვდილამდე. სიკვდილიც კი დაითმინა, თუმცა როგორც გახსოვთ გეციმანის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა ზეციური მამის წინაშე მოციქულების გასაგონად დაზინა. ეჰა მოვალს თავად, მაგრამ ვერაფერს საწერტელს შენში ვერ ხედავს. როგორც გასულ ქადაგებაში ვისაუბრეთ წირვის შემდგომ, საწერტელი ეშმაკისთვის და სიკვდილისთვის ადამიანში არის სოდვა. ჩემში სოდვას ვერ ხედავს, მაგრამ მე ამად უყვარვარ მამას, ნებითა ჩემითა დავსდებ სულსა ჩემსა და საფრთხო ძალით ავსგები ყდრეთით. იგი, ანუ ქრისტე მაცხოვარი, ჩვენს ნათლობას თავისი ნათლისღების გზით წამლად ხდის, არაწმინდებას რომ განწმენს. ჩვენში რომ მოდებულა ნებიანი შობისა და ცხოვრების წესის მიზეზი. როგორც დავით წინასწარმეტყველი მესიყვამა წოდებული ამბობს 50 ფსალმურში, ცოდვათა შინა მიუძვა და უჟულოებათა შინამშვია შუამე დედამან ჩემან. ყოველი ადამიანი დღიდან ადამ და ევა შეწოდებისა ამ გზით მოევლინება საწუთროს და მოევლინება არა სამოთხეში, რომელიც პირველ სამშობლო არის ადამიანების და პირველ სამშობლო იყო პირველ მშობელთა ადამ და ევასი, არამედ მოევლინებიან იმ საწუთროში, ლაების უთისობელში, რომელშიაც სამოთხიდან თვითრჩულობამ გამოხატა ჩვენი პირველშობელი ადამ და ევა. აქ დიახ ამ მწყარე ღვთისმსოფელში უნდა შევისწროთ უხილავი ღმერთი, შეუდგეთ
ქედი მიუპყრათ მას, შეუდგეთ, აღვიღოთ ჯვარითვისი უარყოთ საკუთარი ეგოიზმი და ვეცადოთ უკვე დედამიწაზე დავემსგავსოთ მას. აქეთკენ მოგვიწოდეს ესე იგი უფალი ღმერთის ერთ-ერთ ქადაგებაში იყავით სრულყოფილები, ვითარცა მამაი თქვენი არის სრულყოფილი, რომელიც თანაბრად აწვიმებს თუ უგზავნის სითბოს, როგორც კეთილს ესრეთ ბოროტს. მასში იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციური მამა. თუმცა თავად უფალი იესო სულაც არ საჭიროებდა განწმენდას. თვით როგორც ადამიანი, იგი მას არ საჭიროებდა, რამდენადაც შეუწივლებელი ქალწულისაგან იშვა და ყოველგვარი ცოდვის გარეშე ცხოვრობდა, როგორც ხშირად გვითხავს, მან ყოველივე მიიღო ჩვენი კაცობრივი ბუნები და ყოველივე გარდა ცოდვისა. მიიღო მათ შორის სისუსტეებით, უძლურების გრძნობას ჰქონდა ფიზიკური, დაღლაც იცოდა, ძილსაც საჭიროებდა, შიმშილს ანუ სიკვდილის გრძნობა ჰქონდა და წყურვილისა. ყველაფრით გვემსგავსა გარდა ცოდვისა. იგი მას განწმენდას აღასრულებს, რამდენადაც ჩვენთვის მოვიდა ამ სოფლად. მას ქრისტე იოანესაგან ინათლება, ხოლო ყოველივე რაც კი ამ ნათლისღების შამს ხდება, მასეთ მოწმობს. რა მოწმობდა ქრისტეს ნათლისღების შამს? ქრისტეზე. თუ ვინ იყო ის? მოწმობდა პირველ ყოვლისა ის, რომ როდესაც აღმოვიდა იორდანედან, განეხვნეს სანი, ნახეთ მიაქცეთ, განიხვნეს კი არა, განეხვნეს ვის? ქრისტეს. განეხვნეს და სული ღვთისასული ზეციური მამისა მსგავსება ტრედისა გარდა მოვიდოდა და დაადგრებოდა მასე. მეორეს მხრივ მოისმა ზეციური მამის გლოსოლალი ისმინეთ მაგის ეგიარზე ჩემი საყვარელი რომელიმე სათქო ვიყავა, რომელიც ჩემი ნების აღმასრულებელი ვყავ და მისი ნება რა იყო, რომ ვითარცა ტარიგი დაკლული იყო ქრისტე ჩვენისა ცხოვრებისათვის. ჩვენმა თვითრჩულობამ დასხია ქრისტეს სიცხლე აღამაღლარასა და გასტეხა ხორცნი მისი, რომელიც მან გვიქცია ესევე სულიერ საზრდოთ და წყაროთ ღვთიური ენერგიებისა, გულისხმობ მის ჯვარცმას. ნათლისღების წყალი მის საკუთარ მადლს იღებს, მადლს მამისას და მადლს სულიწმიდისას, რადგან ყოველივე საერთო აქვს მამას, ძეს და სულიწმიდას. ყოველივე მადლის ჭეშმარიტებას, მზრუნველობა ადამიანთა საცხოვნებელად, ხელმწიფება, საყდარი და სხვა გარდა ერთისა, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იპოსტასური განსხვავება. მამა არის უმიზეზო და მიზეზი ყოველთან მათ შორის. ქრისტესი ზიარი მხოლოდ შობილი ერთადერთი მამისაგან და სულიწმიდა გამოვალს ზეციური მამისაგან. ხოლო ყველა დანარჩენი თვალსაზრისით ყოველივე საერთო აი თავად უფალი სამოს ერთ-ერთ კერძო საუბარში მოციქულებთან მე და მამა ერთნი ვართ. ყოველივე რაც ჰქონდა მამას მომცა მე და ესე შემდეგ. სიმონ ახალი ღვთისმეტყველის ამბობს, რომ საკმარისია ვახსენო ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი იპოსტასი, ვთქვათ მამა, რომ იქვე ჩნდებიან ძედასულიწმინდა და პირუკუ. სამპიროვანია ყოვლადწმინდა სამება. ისე რომ მადლი ენიჭება მამის ძის და სულიწმიდისა, ვინც ნათელს იღებს. გვეძლება საწინდარი ცხოვრებისა, მაგრამ ამას არ უნდა დავშერდეთ. აი ხომ გახსოვთ ორიოდე კვირის წინ ამბიონიდან საუბრობდით საგვირაო საკითხავზე სახარებიდან ტალანტის შესახებ. თუ ვინ როგორ გაამრავლა, თუ არ გაამრავლა და ვისაც ჰქონდა რომ ეგონა რომ ჰქონდა, მან მიწაში დაფლა, რადგან ბოროტი იყო და არ უყვარდა თავისი უფალი ამ შემთხვევაში ღმერთი და ამის გამო რაც ეგონა რომ ჰქონდა, ისიც მოეღო და მიეცა სხვას და მიემატა. თავად კი უბრძანა მსახურებს ანუ ზეციურ ანგელოზზე გარესკნელში ესე იგი გაეგდოთ იგი გარესკნელი, ქვესკნელი ეს ჯოჯოხეთს აღნიშნავს. ჯოჯოხეთის სხვადასხვა ადგილებს, როგორც 64-ში არის ადგილებრავა, როგორც ქრისტე გვასწავლის ზეციური მამისა, ასევე ჯოჯოხეთშიც არის ადგილებრავა, არის გარესკნელი, არის ქვესკნელი. ყველაზე საზარელი და სატანჯველი არის ჯოჯოხეთის გეენიაში, ცეცხლოვან ტბაში. სადაც დიდად სოდვილები მიემართებიან ჟავრის შემდგომ, როგორც არის იუდა ისკარიოტელი და სხვა მწვალებლობათა დამაარსებელი და ასე შემდეგ. ქრისტეს ჯვარცმელები და სხვა. ამგვარად ნათლად მისი მაგალითით, ანუ ქრისტეს მაგალითით, სწორედ ეს მადლი ეძლევა აღმაორწინებელი, ძველ ქართულად აღორძინება რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რაღაცის მოკლებას და უფრო მეტში გადასვლას. არა სიკვდილს,
რაღაც აი მაგალითად მარცვალი გასულ კვირას იყო საუბარი იგავიდან თესვარზე, როდესაც მარცვალი ჩავარდება მიწაში, ერთადერთი მარცვალი მოხვდება, გაიხსნება, მაგრამ მისი სიკვდილი ახალი სიცოცხლეების, არა მარტო ერთ სიცოცხლეების დასაბამი ხდება, რადგან ესე იგი მოიკლებს ერთი მარცვალი, აღორძინდება და უფრო მეტში გადავა. ეს უფრო მეტი არის მრავალი თავისნაირი მარცვალი. და რა თქმა უნდა, მრავალი მეტია ვიდრე ერთი. თვისობრივადაც, არა მარტო რისხობრივად. ესევე ეს რა მოიაზრება, აი ერთი ქრისტე მოვდა და მრავალს მოგვეცა გადაწყონების საშუალება. თქვათ მოწამე ეწამა და მისი წამებით მრავალი აღორძინდა, მოვიდა სარწმუნოებაში, ზოგიერთი მისთანავე ეწამნენ, აღიარეს და თავისი რწმენა და შეირაცხნენ მოწამეთა თანა, ხოლო მოწამეობა რაც შეეხება უფალი ღმერთი ამბობს, ამაზე დიდი სიყვარული არ არის თავითვისი დასდვა ღმერთისთვის, ანუ სახარებისთვის, ანუ მოყვასისთვის და მათ სწორედ ეს დიდი სულიერი სიმამაცე გამოიჩინეს. მან ესე იგი ეს მადლი რომელთლივად რას მოიმოქმედებს ეს მადლი ადამიანში, რომელიც ნათელსინებს, ხდება მისთვის აღმავორწინებელი, ესე იგი აკვდება მიწიერი ცხოვრებისთვის და ებადება მარადიული ზეციური ნეტარი და ტკბილი სასუფევლისთვის, იქაური ცხოვრებისათვის. ხდება მისთვის განმაახლებელი, ძველი კაცი შთაეფრის ნათლისღებისას და ახალი ადამიანი აღმოწყინდება და როგორც წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს, როგორც ზეციური არწივები ისე აღმოწყინდებიან ემბაზიდან, ანუ ნათლისღების წლებიდანო ადამიანები. და ყველა და აღმაშენებელი მათი იდუმალი სახით. მოდი აქვე ესეც დავსინოთ, რომ უწინ დროთა განმავლობაში პირველსავე საუკუნეებში ჩამოყალიბდა არაერთი კატეხიზატორული სკოლა, სადაც ესე იგი როგორც დღეს ხდება სამწუხაროდ სრულიად მომზადებლად კი არა ნათლავენ ადამიანებს, არამედ ჯერ გარკვეულ სწავლებას გადიოდა, შემდეგ ეპისკოპოსთან უნდა გაესაუბრა კათანკმეველს ნათლად გამზადებულს, თუ ჩათვლიდა მღვდელმთავარი რომ ის უკვე მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ნათლობის საიმლობაში, უშვებდა მოსანათლად. დღეს როგორ ხდება, აი ლამის ქუჩიდან შემოსული ადამიანები ინათლებიან და ხშირად ასეც ხდება, რომ პირდაპირ წერა რა არის. უფალი კი და ევლო და ეწემა ჩვენი საცხოვრებას, სულითვისი დასდვა, ესეც კი არ იციან. აღარასვამ უმთავრეს ქრისტიანულ დოგმატებს, სულ ცოტა მრწამსი მაინც უნდა იცოდეს ადამიანს. კეთილი თუ მეხსიერება არ გივარგა ასაკში ხარ თუ როგორც არის, შინაარსი მაინც ხომ უნდა იცოდე. ამიტომ მართებულია, ვიდრე მოინათლებიან თუ მონათლავენ, მიიყვანონ ან მივიდნენ თავად მოსანათლები მოძღვართან და გაესაუბრო. უმთავრესზე მაინც ჩვენ სარწმუნოებაში წარმოდგენა შეიძლება. აი ამიტომ ხდება რომ მოვიდა ქუჩიდან ლამი სულიად უმეცარი ადამიანი მოინათლა, ყველაზე არსებითი ამ ნათლობაში იყო სუფრა, რომელიც გაიმართა ამის შემდგომ. ან ჯვარი, რომელიც დიდი ოქროს ჯვარი იყო, ცეცხლით არა როგორც გიყვართ, ამიტომ ბევრი ყავთ ნათლიები ეგრეთ წოდებული, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ეს ყველაფერი, მატერიალური მხარე და სულიერი რაღა, სადღა და როგორც კი პატარა დევნა იწყება სარწმუნოების, ან განსასწრებში ვარდება, მაშინვე არათუ უარყოფს მიღებულ წმენას, გამოქვს კიდეც ღმერთს. აი სწორედ ამაზე იყო საუბარი გასულ კვირას იგავში თესვარზე. საიდანაც გამოვიდა რა თესვარი და გადაყარა მართვალი, ერთნი დავარდნენ გზის პირას და გაითვლნენ მიმოვალთაგან. მეორენი დავარდნენ კლდესზე, ოდნავ გავუშვა ფესვით და სიღრმე არ იყო, სიამოვიდა და გახმა. ზოგნი ჩავარდნენ ეკალ ბარდებში, წამოიზარდა გზე მაცოცხლებელი წყარო გადაუკეტეს და საბოლოოდ ესეც ულაყოფოდ ჩახმა. ხოლო რომელიც კეთილ ნიადაგში, ანუ სუფთა გულის ადამიანში, რომელსაც ნება აქვს ღვთისადმი, ანუ ტოლვა და სწრაფვა, არათუ ერთი მართალი, არამედ ზოგმა 100, ზოგმა 60 და ზოგმა 30 გამოიყო. რამდენადაც ეს ქადაგება უკვე წარმოითქვა, ინტერნეტში დაიდო და უკვე 3000-ზე მეტვა ამ ორ დღეში ნახა, განსობით აღარ ვილაპარაკებ, თითოეულ შემთხვევაში რა მნიშვნელობა. ივანე ოქროპირი აჯამებს და ამბობს, რომ აქ დანაშავი არის არა გზა, არა მიმომავალი გზაზე, არა კლდე, არა ეკლები, არამედ თავად ადამიანის თავის, არც მისი ბუნება, ადამიანის თავისუფალიდება, რომლის შემთხვევაში ღმერთი მოსცემს რა მადლს, შეუძლია გზაც, კლდეს და ეკალიც არანაირ დაბრკოლებად არ ჩათვალოს და ადამიანმა გამოიყოს უხინამობი. მამა გაბრიელის ამბობდა იმ ქადაგებაშიც მოვიგონეთ,
ვაი იმ ადამიანს, რომელსაც სწრაფვა არ აგზეცისკენ, ანუ ღმერთისკენ. ამიტომ დღეს რომ გადახედავ ადამიანთა უდიდესობას, შეხედავ, მივხვდები რომ ესენი გონიერი არსებანი კი არ არიან, ხატა და მსგავსად ღვთისა დაბადებული. ესენი არიან ბიოლოგიური ცხოველები, რომლებიც ჭამენ, სვამენ და რაც შეიძლება მიწიერონ. ესე იგი ბედნიერებას როგორც ეძახიან და ტკბობას ეძებენ და ეძლებიან. მერე მოდის სიკვდილი, მერე არ მოდის სიკვდილი. სიკვდილისაა ყოველი წამი, ნებისმიერ წუთსა და წამში შეიძლება წამოგადგეს სიკვდილი. ასეთ ადამიანებს აღარაფერი არ საქმე. სად არის მათი ხიარულება, სუფრები, გართობა, ღამის კლუბები, დილის უაზრობანი და შუადღისანი. არსებობს შუადღის ეშმაკის. თვითონ ჟანზე განწესებული ყავს სატანას თავისი ეშმაკის ანგელოზები, ისე როგორც მაგალითად ღამის ანგელოზები სიბნელისა. სარეცლის ანგელოზები, რომელიც იწვევენ ესე იგი ოცნებას ადამიანში, სექსუალურს როგორც თქვენ დღეს ეძახი, ძილში დაცემას, ასე თუ ისე უხერხულობის გამო უფრო ვერ დავაზუსტებ. ასევე ზმანებები ძილსას შორის, ანუ სიზმარში. და მრავალიც სხვა. დილასაც კი, დილის სიბნელის ანგელოზებიც არსებობს. დილი და რომ გეზარება ლოგინი და წამოდე, თუმცა მამიგას როგორც კი გაიყვეთ, წამოდეკი მასო პირჟვარი გადაისეხე. თუნდაც ორი სიტყვა წარფე ღვთის წინაშე უფალო შეგვიწყალე, წამოდეკი და მოემზადე. ეხლა ზოგიერთები ირონიით მკითხავენ, აი ადამიანი თუ ავადმყოფია, აი მაგალითად თქვენ ხო დიაბეტი გაქვთ და გინდათ არ გინდა ღამე გეღვიძებათ, რამდენი დგებით ფეხზე, რამდენჯერაც მეღვიძება, მამათა გასავებული, იმდენჯერ მოვისხავრა ხალაც ვამბობ მცირე ლოცვას. ყოვლისა სოფლისათვის ორიოდე სიტყვი და ჩემი პირადი მოღვაწეობის და აუცილებლად გარდაცვლილებისთვის. მამა თქვენ ხომ გეფხიზლებათ ამის მერე? კი, მაგრამ რა, ივანე ოქროპირი ამბობს, ღამე მხოლოდ ძილისთვის როდი შექმნა ღმერთმა, არამედ რათა ღამის ნაწილი თავად შემოქმედ ღმერთს შევწიროთ. იგულისხმება ლოცვა. ყველაფერი მადლობა ღმერთს. ეხლა მე თუ მეკითხებიათ ეს ადამიანები ვიდა აქედან მეუთხრა, მადლობა უყვალ ძილი არ მიყვარდა არასდროს და არ მიყვარს. და დედაჩემის დიდი დამსახურებაც არის. როცა სწავლისადმი ჩვევას და წიგნისადმი ვიყალიბებდა. აი ესე ჩავიღალიბ. საკონტროლო წერა რომ მქონია, ზოგჯერ დილის 4-5 საათზე წაუყენებიან და არც თუ იშვიათად. თვალები ნახევრად დახუჭული მქონდა, მაგრამ გაკვეთილს ხვებოდი და ასე შემდეგ. მე მადლობ დედაჩემს, რომ ბავშვურად შეიძლება მაკლებდა ძილს, მაგრამ მატებდა კეთილგონიერებას. ეს შეუძლება, ეს მე მაქვს დღემდე. როგორც პატარა ბავშვი, დილიდან ვემზადები თქვენთან შესახვედრად, რომ წირვის ბოლოს სიტყვა გითხრათ ღვთისა. აქ გითხარით ერთ გადაგებაში, მთელი შვიდეული და შვიდეულებიც კი გონებით ღმერთთან ან თქვენთან ლაპარაკობ. რა გაჭამოთ, რა გაცვათ, რა ჩაგაცვათ. გამიგეთ, მე ცხომ ამბობ, მშობელი ვარ თქვენი. ხორცელი მშობლები უფრო მეტად ზრუნავდნენ მიწიერზე, ხოლო ჩვენ მოწოდებული ვართ სამგდელო მსახურებისანი, ვიზრუნოთ თქვენ სულიერ დაპყრობაზე. რადგან არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი არსებობს ხორციელი პური, მაგრამ არსებობს სულიერი პურიც. ეს პური პირობოლისა თავად ქრისტეა. ერთ გადაგებაში იგავების გარეშე გახსნათ ამოს, მე ვარ პური, რომელი გარდამოვხეთ ზეცით. მე ვარ მენახი, თქვენ ტონი და ნაყოფი უეჭველად უნდა გამოიღო. თუ არ გამოიღებ, ტო მოეკვეთება, გასხლვაქვი არა ქართულ კახურაში და ცეცხლში დაედება. ეს ცეცხლი ჩვენგან წეგახსენებული გენიის ცეცხლი არის. ბევრი ჩვენთაგანი მე ხომ ახსარებებს ვისმენ, ყველასი არა ვინც საქმოდის. საუბრებს და ესე შემდეგ, არის არასწორად ჩამოყალიბებული როგორც პიროვნება. არის მცონარე, ზარმაცი, უდები, მეტისმეტად მიწიერი, მეტისმეტად ადამიანური. ღვთიური ნაპერწკალი ღამის ჩაქრის მასში. უფალი სულს უბერავს და არა მარტო სიკეთეებით, არამედ განსაცდელებით, ცნეულებით ადამიანი გამოაფხიზნოს. იქ გარდაცვალების შემდეგ არავის, აბსოლუტურად არავის აღარ მოგვეცემა საშუალება გამოვსორდეთ და მაშასადამე ცხონდეთ. ამაზე რატომაც არ ფიქრობ. მეტისმეტად ვართ მიწას მიჯაჭვულები. და ქრისტემ იმიტომ კი არ გამოგვაცემა პირველ მშობელთა სახის სამოთხიდან მიწას მივეჯაჭვდა,
გემოთა ამის სოფლისათა როგორც ფსალმუნებში და მარკოზ მსაგან სახარებაში თუ არსები ნათქვამი აი სწორედ იმ იგავში რომელიც განვიხილეთ ეს ვარსე არამედ იმად მოგვავლინო ეს ჩვენი გადმოსახლების ადგილია ვერ შევიშვით თქვენებურად ვამბობ 64 და აი ეშმაკს უსმინეთ ეშმაკი არის თავადი ამ სოფლის და მის სამშობლოში ამიტომ მოგავლენ თქვენ დაინახოთ ვის ემოდეთ როგორია როგორი ულმობელია როგორი მტანჯველია და როგორი უკეთურია სატანა თქვენ ღმერთი ვარყავით და ეშმაკი ამჯობინეთ ამიტომ ლოგიკურიც არის და სამართლიანიც არის და სიდისის მიერიც რომ იცხოვ დაიბადოთ და იცხოვროთ იქ სადაც არის ის ვისაც თქვენ უსმინეთ ვერ დარწმუნდით საგვარეულო წლებითა და ათეული წლებით სადა ვართ ვინ მოგვავლინა და რა უნდა იყოს ჩვენი მომავალი ერთნი იმზადებენ უკან დასაბრუნებლად წელს დაკარგულ სამშობლოში მეორენი მკვიდრდებიან მიწაზე და მიეწებებიან მას და როგორც კი კვდებიან აბსოლუტურად ყველაფერს კარგავენ თანამდებობას ესე იგი შეხედულებას საზოგადოების მასზე ქონებას ცოლს შვილს ყველაფერს და რაც ყველაზე ტკბილია სული არის საშიშროება რომ სულიც დაკარგონ რადგან სული უკვე ამ დროებითი მიწიერი ტაძრიდან სახლიდან როგორც პავლე მოციქულის სხეულს უწოდებს უკვე ამოყვანილია უკვე სიკვდილი ჟამს ისეთი შიშნეულობა შემოდის მასში ისეთი ტკივილები რომელი პირობოლის ისევ და ისევ შიშს უკავშირდება რომ ეს და მე როცა გადის საზვერეებში ჯერ ერთი აი ეს სახით ორი დღე დაღამე დედამიწაზე ატარებენ აქ ტკივილეულობა აქ მიზიდულობა ათეული წლები ყალიბდებოდა მაშინ გემონი ამის სოფლისა მიზიდულობანი ამ ქვეყნიური სრულიად ამაო და წარმავალი როგორც უკვე ხედავს საკუთარი გონების თვალით მე ხედავს თავის მოყვას რომელიც ტირის მასზე და ესე შემდეგ ეძლევა დიდ განცდებს მესამე დღეს გაატარებენ საზღვრებსაც თუ განსაკუთრებულად ცოდვილი და უნანელი იყო გააჩნია ცოდვასაც საზღვრებში იჭედება კიდე წყლობით და ზოგჯერ ათეულობით წლობით სადაც სატანა და მისი ანგელოზები არის ამიტომ ქვია პავლეს მიხედვით ეშმაკებს ჰაერის მცველები საზღვრები მოიაზრება ამაში და ისეთი საზარელი იერია თუ ადამიანს როგორიც ის შექმნა ღმერთმა არ შეუძლია დაიტიოს მისი საშინელება ისეთი საძაგელია იერითაც კი სულ შიშსა და ზოლაში ხავს ადამიანი ზოგჯერ ათეულობით წლები ხავს აი საზღვრის საცავში შიშნეულობაში და ტკივილებში და როცა ადამიანს ტკივა განესტის და სხვა ის ხარობს ასეთია მისი ბუნება ეშმაკის ჩვენი ტანჯვა არის მისი სიხარულის ნედლეული ასე თქვა ადამიანურად თუ ღვთის მადლითა და ღვთისნებით და საკუთარი ცხოვრების ძლით ასე თუ ისე გასდა საზღვრეს შვებით კი ამოესუთქავს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რადგან სასუფეველში ღვთიური დიდების წინაშე უფლის საყდართან წარადგენენ სინათლის ორი ანგელოზი. სამგზის სამების სახელზე, ვისაც ის თაყვანს არცევდა, ვისაც უღულებელს ხვდა, ვისაც შეიძლება დასინო და კიდეც დედამიწაზე. სულიერად დაბრმავებული. წარდება და სამების სახელზე სამგზის თაყვანს აცემინებენ. ღვთის ბრძანებით გადაყავთ ჯოჯოხეთში. საზვერეზე უარეს ადგილას სადაც წის სული და ეკორის ანგელოზებს და ევედრება რომ გაიყვანა არა ჩილოკეთილო ეს არის ღვთიური სამართლია რომ ნახე მწიერი ცხოვრება საზვერე უნდა ნახო ჯოჯოხეთი და უნდა ნახო სამოთხეც ეს წარმოიდგინე თავდაპირველად სამოთხეში გადაღავთ 6 დღე თავდამიწყებაში ვარდება ანგელოზებს თხოვს რომ სამუდამოდ დატოვა მაგრამ ამას დამსახურება უნდა თქვენს ადამიანურ ენაზე გეუბნებით. დრითი დაიმსახურე ამ დედამიწას. ჩამოთვალე. შეგიძლია ჩამოთვალო? პატარა საქმეები, რომელსაც გამადიდებელი ლინზით უყურებდი. ბოროტებანი, რომლებიც წარწმედელი იყო შენთვის და მოეცავ სულ ერთიანად. და
შენ ამ ყველაფრით წარდგები ღმერთის წინაშე. აი გასულქადაგება როგორ დავიწყეთ, ერთ-ერთი საიდუმლო ლოცვარი მღვდელი როცა ეზიარება საკურთხეველში, უნდა ეს ლოცვა თქვას და მათ შორის ასეთი უჩვეულო სიტყვებია. ღმერთს მიმართავს ახლად ნაზიარები მოძღვარი. მღვდელი, უფალო, შეიცვალა ცხოვრება იჩები და ამ სიტყვაზეც გავშალე და ვილაპარაკე. ჩემი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი, ყოველი წამი, ყოველი წუთი მხოლოდ შენ მოიცემ. არაროობა არ იყოს შენ ცხოვრებაში და ამაოება. მაგრამ დედამიწაზე ყველაფერი პირიქით იყო ჩვენს პირად ცხოვრებაში. ამაოება რამდენიც გნებავს, მე რატო გაკითხავთ თუნდაც რომ ხან ქარია, ხან ჭყაპია, ხან სეტყვა, ხან წვიმა და თქვენ მაინც მოდიხართ ღვთისმშობელ მარიამის სიყვარულის. ამად გაკითხო, დაუსხდით ამაოებას, ზრუნვას ამის სოფლისა და როგორც ამიგავშია ნათქვამი და დრო იპოვეთ და მოხვიდეთ და ღვთისმშობელ მარიამს გაუმჟღავნოთ და აჩვენოთ თქვენი სიყვარული და შესთხოვოთ რაც თქვენ გსურთ რომ შესთხოვოთ და პირველ ყოვლისა მეოხება, იმიტომ რომ ღვთისმშობელზე დიდი მეოხი არ გაჩენილა არც ზეცაში და არ შექმნილა არც მიწაზე და არ შექმნილა არც ზეცაში. ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს. არ დაგიმალავთ ეს ერთი კვირა შვიდეული საკმაოდ ძიმედ გავატარე. დიდ შინაგან ბრძოლებში, ტკივილებში, ექსპრესიებში, შტაბეჭდილებებში, განშაში, ტკივილებში მოკლედ რომ ვსვათ. და მე შეღამებისას დავწერე ლექსი. ეს მინდა გაგაცნო. იმიტომ რომ 14-15 წლიდან მაქვს ჩვეულება რიტმიულად გადმოვწე ჩემი შინაგანი სულიერი მოძრაობები და შტაბში. ეს მე მეხმარება ფებრამერში. ჩემ დათავად აზრი უფრო იწმინდება, ყალიბდება და უამბილად გასააზრებელი ხდება. პირადად ჩემს სუბიექტური მომენტი არ არის ამოდებული, ყველა ამას აკეთებს. კაცია და ბუნება როგორც სიტყვა, ზოგს ასეთი განწყობა აქვს, სულიერი ზოგს სხვაგვარი. არ არის დასაზრახი არც ერთი. თავარია რომ თავარზე ფიქრობდეთ ჩვენ. ეხლა ბევრი თქვენთაგანი სახარებას ამას ნაკლებად გითხულობთ უფრო ტელევიზორზე უფრო მე თავარ არხზე კი არ გილაპარაკებით. რომელიც სიცოცხლეს აფრქვევს. მე გელაპარაკებ თავარზე, სულის თხოვნებაზე, რომლის სათავეში დგას ყოვლადწმიდა სამება ღმერთი. და მისი ყოვლადწმიდა დედა ზეციური ძალები და წმინდანები და მართალნი. ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენეთ. გავაგრძელოთ წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვა. ესე იგი, ამიტომ გლოცავ და გაკურთხებთ, რომ ამ ყველაფერს თქვენ შეელიეთ და ამოხვედით ღვთისმშობლის სიყვარულისთვის და ეგრეთ ღვთისმშობლის მოსასმენადაც. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს მოვსულიყავი. ხშირად შეიძლება ავადმყოფობაც მაბრკოლებს და სხვას გარემოებანი, მაგრამ იშვიათად რომ არ მოვიდი აქ. სულ ძალიან მძიმედ ვიყო. ალბათ ეს დღეები მაქვს 400-მდე შაქარი, თავის ტკივილები, თვალების, როგორ ესე იგი ლინზებსაც მოუმატეს უკვე პლუსი, ანუ დამაგდა უფრო მეტად. ერთ-ერთი შედეგი პირდაპირ შაქრის ეს არის თვალის შინის დაკარგვა. აგერ მამა გიორგის დღესდღეობას უთხარი გაგვით ორი ამ წლებში ორმა მოდელმა შაქრის გამო დაკარგა სინათლე, მერე დაეწყო განგრენა და ბოლოს გარდაიცვალა. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვირითი გარდაიცვალა, დიაბეტით, გულის მანკით, ღვიძლის კიბოთი თუ სიმსივნით და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი მართლაც ის არის, რითი წარდგები უფალ ღმერთს. ჩვენ ხომ მოვხდებით, ეს გარდაუვალებ წამს, არცამს, გინდა, არ გინდა, ეს მოხდება. ყველასთან მოხდება. ორადორი ადამიანი დაინარჩუნა, რომელიც სიკვდილით არ ენუქი დაიბადა და უკანასკნელ ჟამს ისინი წავესვლებიან მოწამეობრივად. ხო და რითი მივდივართ? აი ამაზე ვიფიქრობ. მაგრამ ჩვენ ვარ პატიმოყარი, მოწყვლადი ადამიანები, ეს რა სიტყვის, ის რა სიტყვის, შემთხვევით არ არის მნიშვნელოვანი. აი უფალი რა სიტყვის, იქ რომ წარდგები. აი ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი. მაგრამ პატიმოყარების გამო რაღაცებზე უარს ვამბობთ. მე სათქმეებს გულისხმობ. რომ სხვებმა არ თქვა რამე, სხვებმა არ დამინახო და რა ქრისტიანს უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში ხრცხვენია რომ მარხულობ. ხრცხვენია რომ ლოცვის ჟამა მოაწია და უნდა ილოცო. და ამოვებაში უნდა დარჩე ურთიერთობებში. მაგრამ მუსლიმი, რომელსაც არ სწამს ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ფიქრობს რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი. მისი ალაჰი. ქუჩაში რომ მოუწიოს ლოცვა გასვლის, ჭილობს და აღვვლენს ლოცვას.
და თქვენ რა გჭირთ? ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება მინდა დაგეკითხოთ. ჩვენ რომ წამდეს და ასე ვცხოვრობდეთ, ამ ქვეყანაში იქნებოდა დიდი მშვიდობაც და კეთილდღეობაც. ყოველნაირი, არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალურ ხორციელიც კი, მაგრამ როგორ არის ახლა ათეიზმის გალიაში ვისხეთ 70 წელი მეტ და კაცობრიობა გაუღმართა, გაუცხოდა ღმერთის მიმართ, ხოლო მიწიერს ეგ ორიენტირები აღებული. ახლა ფაკულტეტების ვავიღოთ, რომელ ფაკულტეტებზე ვაბარებინებ ჩვილებს მოდი. ან თვითონ უკვე გახდნენ მატერიალისტები, რომელ ფაკულტეტ საიდანაც ექნება დიდი შემოსავალი. ეს შენი ფილოლოგია და ასე შემდეგ არავის არ და რატო არ არის მნიშვნელოვანი ფილოლოგიური მეცნიერება? აქამდე იყო, ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში. აი ესეთი პრაგმატისტები, ჰედონისტები და მატერიალისტები გავხდით. ეგრეთ წოდებული თავისუფლება მოვიპოვეთ. ვერისგან თავისუფლებია ღმერთისგან, მორალისგან და მონახდებია ნეშმაკისა, რომელიც თავადია ამ სოფლის. ეხლა ესე არ თქვა ზოგიერთმა ირონიით, რომ ამავე როგორ ხორცი გვაქვს, ხორცი გასხია და მიეცი ხორცს რაც შეიძლება. თვითმიწად ნუ გაიხდი ამას და სულს ნუ გადააყოლებ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათელღებული უკვე აღარ ეკუთვნიან ძველი ადამის მოდგმას, აი რითია კიდევ მნიშვნელოვანი ნათლისღება. და მეტად აღარ იმემკვიდრებენ ადამიანისეულ წყევას, რომელიც მათ სამოთხეში ურჩობისთვის მოიგეს. იგინი, ანუ ნათელღებული ახალი ადამიანისაგან იშვნენ, ანუ ქრისტესაგან. ქრისტეს ვაგვარად ახალი ადამი, ანუ მეორე ადამი ქვია, ღვთისმეტყველთა ენაზე. და წევის ნათლად კურთხევას დაიმკვიდრებენ ამას იგი. ისინი უკვე აღარ არიან შვილი ხორცდანი, არამედ შვილღმრთისანი. ისინი სისხლთაგან როდი იშვნენ ხორციელი, ანუ მამაკაცური ჟინისაგან, ესე იგი აფხორცობისაგან, არამედ ღვთისგან იესო ქრისტეს მეშვეობით. და თუ კი ღვაწლისთვის, გამოსვლისთვის და გამოსწორებისთვის ისინი დამძიმებულიც არიან ხოლმე ხსნად ხორცთა ტვირთით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხორცში არიან. უხილავად იგინი ქრისტეს მიერ არიან შემოსილი. აი როგორც ნათლისღებაში ნახეთ რა იგალობა. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ მიღეთ, ქრისტეს შეგვიმოსიეს. ამიტომ ალელუია, ვადიდებდეთ ღმერთსა. ესე იგი დღიდან ნათლობისა თითოეული ჩვენთაგანი ხდება ქრისტეს შემოსილი, ანუ ღმერთ შემოსილი. ამისთვის არის მოწოდებული. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანთა ერთი ნაწილი კარგავს ამ ღვთიურ სამოსელს და ადამ და ევასავით რომ შესწოდეს ხის უკან ემალება ღმერთს. ადრე კი მისი ფეხის სიახლოვე სიამოვნებდა და სიხარულს ანიჭებდა. ამგვარად ქრისტიანებს უკვე აქ დედამიწაზე ძალუს ქრისტეს, ხოლო მარადისობაში მისი ნეტარების, წინვალებისა და უხსნელების თანაზე არის შეიქმნენ. ერთი ადამიანის პირველმშობელ ადამის მიერ მისი შთამომავლობა სიკვდილის თანამდებია, ანუ ბრალეული გახდა. ამჟამად ერთი ღმერთკაცის მიერ ქრისტე ლოგოსის, ანუ სიტყვის ყველას, ვინც მისგან აღმოიშობა, საუკუნო და ზეციური ცხოვრების მადლი გადაეცემა. და ზეცაც განხმულია ამ ადამიანებისთვის, რათა თავის დროზე მიიღოს ისინი, როდესაც ქრისტეს მიერ წმენაში წარმატებებს მიაღწევენ, მაშინ შეიქმნებიან ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი. ესე იგი ადამიანი როცა ინათლება, ხდება ძველი ადამიანი, შეიმოსავს ახალს, პოტენციურად ხდებიან ზეციური მოქალაქეები, სასუფეველის. მაგრამ აი რას ამოსვინო, თუ წმინდად არ იცხოვრებს, ქრისტეს ცნებებს არ დაიმარხავს, ის არ შევა სასუფეველში. თუმცა კი ქრისტემ სასუფეველი ჩვენთვის სოდვის გამო და წყევისა დაფშული განგვიხსნა. ქრისტემ ყველას თავაზობს ხონებას, მაგრამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავად. სულ ხონება ღმერთთან სიახლოვე და მარადებული სიხარული თუ როგორც გასულ ქადაგებაში კვირას ვახსენებ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია. აი რაშია საქმე. როცა ადამიანი ხარბია, მიწიერია, სულიერად დაბრმავებულია და სხვა, ის რა თქმა უნდა დღევანდელს ამჯობინებს. ოდნავადაც ხვალიდელზე რას ამბობს, აი როგორც პოეტი გალაქტიონი ამბობს, ხვალე მიზრუნო ხვალისა. მაგრამ ნახეთ, მესიის მამა წოდებული დავით, ჩვენ რომ ვახსენეთ, რას ამბობს ერთ-ერთ ფსალმოში, როგორი დანანებაა მასში. დაღამიღამდება, გაღამითენდება. წინასწარმეტყველმა დავითის ესე მესიის მამამაც არ იცის, დაუღამდება, გაუთენდება და ჩვენ ის იმეცი ვართ.
ქრისტიანი როცა სარეცელზე წვება ძილად მისვლის ლოცვებში თქვენ ალბათ ის პატარა ლოცვებს ამბობს კიდე ხელ როცა იგრძნო რული მოგერია უკვე და დაიძინებ ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო შენ მე შემიწყალე შენ მე მაკურთხე ამენ ღმერთს აბარებს სულს იმიტომ რომ სინამდვილეში მართლაც ღმერთის ხელშია ესე იგი წინარე მდგომარეობაშია ხიზელია განსასწელშია სიხარულშიც არ უნდა დავიწყოთ ღმერთი გნებავთ ერთ რას მეგეთქვით ჩათვალეთ რომ სისულელეში გეუბნებით ესე იგი როცა გორიდან პატრიარქმა დამაბრუნა და განმაწესა ამ ტაძარში ადრე დიდუბეში ვიყავი ღვთისმშობლის ტაძარში პანთეონთან რომ არის ну რაღაც იყო ჩვენში მე ვფიქრობ დღემდე და ავტობიოგრაფიაში ჩავწერე რომ ცილის სამების და ასე შემდეგ გამოისობით მიკრეს თავი გორში ერთ სიტყვით როცა დავბრუნდი მალევე გავიდა ალბათ ერთი თვე ან ორი არც მაგდენი მისმა უწმინდესობამ დეკანოზის ხარისხში ამიყვანა და დამაჯილდოა დეკანოზის შრით გამიხარდა პირველ ყოვლისა ის რომ გოლი მოულობა პატრიარქს ის ჩემი მამაა მან დამასხა ხელი დიაკვნად მდლად და ასე შემდეგ და განმაწესა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში თუმცა მე მოგიყევი და წერია რომ არც თუ ღვთისმშობელ მარიამის მონაწილეობის გარეშე მოხდა ვიდრე ხატში მოხდებოდა სიზმრეულ ჩვენებაში მოხდა ღვთისმშობელ მარიამ დიდუბის ღვთისმშობლის აი ეს ხატი იმიტომ არის დაწერილი მიმადლებული ზეცის ხატით იმიტომ მიგიდია ეგ სადაც ძირითადში ვწევარ საუბრებზე და ვისმენ აღსარებებს შემთხვევითი აქ არაფერია ჩვენი ლოცვა კურთხევით არის აქ განლაგება ნებისმიერი ხატისა და არის აქ ხატები რომელზეც პირველ ხატად დაწერილი იყო როგორ ვიკურთხეთ ცოდვილი ჯერ ღვთისმშობელ მარიამის სახარებით და მე თავად პატრიარქისაგან მაზე დღეს გამოხატული არიან სხვა ხატები ეს არის მისტიური ისტორია რომელიც ღმერთისთვის ნაცნობია რა თქმა უნდა ამიტომ პირველ ყოვლისა მე დავალებული ვარ ღვთისმშობელ მარიამის წინაშე აგერ ლეჩხუმის ხატია მის ქვევით ლეჩხუმის ხატის ქვეშ სვეტის ცხოველში ჯერ კიდევ სასულიერო სემინარის სტუდენტი ვიყავი გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე რომელსაც არ ვიცნობ მინსკში სწავლობდა კულტურის ინსტიტუტში იმად არის ეს ორი ხატი როგორც ჩემი ცველიდან ფარველი დასვენებული და მადლიერების ნიშანიც არის ჩემი ღვთისმშობელ მარიამის მიმართ ისე როგორც მადლიერება მაქვს რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მეტად როდესაც სინოდის კრებაზე ითქვა თუ როგორ არ ვიცი ცილი დამწავეს და ალბათ ირწმუნეს რომ ნიჭიერი ახალგაზრდა არ ფიქრობდი მის ბუდლად კურთხევას აღარასოდეს ვაკურთხებ როგორც ხედავთ მთელი ვარ როგორც უწმინდეს მარ რომ მითხრა რომ თქვენს კურთხევა თუ დამიბარა მაკურთხა კაცად დამელაპარაკა და გადმოცა ესე იგი ბარათი მოლოცვით სამდელო მადლის მიღებისა და 50 მანეთი თურმე ასე ჩუგნიდა როცა აკურთხებდა და ეს მითხრა რომ კაცრად ძალზე კაცრად თქვენს კურთხევას ბრავლობით რიცხვში მითხრა თქვენს კურთხევას არ ვფიქრობდი და პაუზა გააკეთა პაუზა როცა გააკეთა გულში გავიგე დედაკაცის სიტყვები ღვთისმშობელ მარიამისა რადგან ღვთისმშობელმა მარიამმა ინება და როცა მორჩა ამ კაცს დალოცვას მე უთხარი თქვენ რომ პაუზა გააკეთეთ მინდა იცოდეთ მეთქი რომ აი ეს სიტყვა მეთქი და მე მოვყვები სიზმრად როგორ მოხდა ჩემი კურთხევა ჯერ ღვთისმშობლის ერთსა და იმავე სიზმარში არ დაგავ ერთსა და იმავე ღამეს შემდეგ პატრიარქმა იცის არ შემეძლო არ მომეყოლა ისე რომ ორმაგი ხელდასხმა არსებობს როგორც წმინდა მამებმა ერთი დედამიწაზე ადამიანის ხელით ეპისკოპოსებისა მეორე ზეცაში თავად ღვთისაგან ხოლო ვინ ვისგან არის კურთხეული განიხილეთ ამა თუ იმ მოძღვრის ცხოვრება და დაასკვნით სადაური კურთხევა თითოეულს რა თქმა უნდა მადლიერება მაქვს დიდი პატრიარქის და როგორც ერთხელ ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა ყოფილმა თანაკურსელმა უნივერსიტეტში საპატრიარქოს თანამშრომელია მითხრა თქვენ რომ გაგაგზავნათ პეტრე-პავლეს ეკლესიაში ამით თქვენ გადაგარჩინათ ბევრ ამას აფრთხილებას
აი როგორც გასულ დღეებში მოვიგონე, ხედრიონელები შედიოდნენ კურთხევას, იტყოდნენ გავაგოროთ მამა არჩილი და ასე შემდეგ. ჭანტურია გია სასოდავი. იმუქრებოდა ხომ გადავაყანინეთ, თურმე ჭანტურია ჭკვაზე დადის პატრიარქი. არადამ მევთხოვე ეს არსებობს, ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, არ აწერდა ხელს. და ბოლოს იძლევა მოაწერა თავისი, იმიტომ რომ ზვიადი არ გაგიზიანებული იყო. ჩვენ მეგობრები იყვნენ, მე მისი რელიგიის საქმეთან მრჩეველი და სხვა. მის საკუთარი ნების და თხოვნის საფუძველზე გადამხავს. ესე იგი, ჩემი ნება კი არა, მას სურს და გავითვალისწინებო. თორე პატრიარქი არ ევალება არანაირ ვისმე მოდელს მეტადრე კითხოს სად გადაიყვანს ეს მისი ნება არის მოციქულის საყდარზეც და დიდი ძალაუფლება აქვს მიღებული. და რა თქმა უნდა სამართლიანი უნდა იყოს თავის ძალაუფლებაში. ხომ გავაგზავნინეთო პატრიარქს სასაფლაოზე, ჩემზე თქვა ჭანტურები. ახლა საფლავშიც გავაგზავნითო. ოფიციალურად ამბობდა მიტინგებზე და გამოსვლებზე, ასეთ რამეს. ვინ არის საფლავზე და ვინ არის მიწისებით? ღვთის განგებულებით. და მაგეთაც არ არის ყველაფერი. მის საფლავში ქაშვეცეზოში დაგზავნა მილიგას და კანალიზაციის და ფეკალური მასები ჩავიდა. ალბათ ძალიან დამაფიქრებელია. ღვთის ნებისა თუ დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება. შურისგებით კი არ ვამბობ. კაცი აღარ არის პასუხს აძლევს მერს და რა შურისგება ჭირდება მას. თუ აქედან არ ვილოცებ, იქ არც არავინ არ შეეწება მას. ეკლესიიდან დავალებულ თავი. მას ერთი ადამიანის პიროვნებელ ადამიანის მიერ მისი შთამომავლობა სიკვდილის თანამდები ხდებოდა ამჟამად ერთი ღმერთკაცის მიერ ქრისტე ლოგოსისა ყველას ვინც აღმოიშობა მისგან აღმოიშობა საუკუნო და ზეციური ცხოვრების მადლი გადაეცემა და ზეცაც განხმულია ამ ადამიანებისათვის რათა თავის დროზე მიიღოს ისინი როდესაც ქრისტეს მიერ წმენაში წარმატებებს მიაღწევენ მოხედეთ დაბრძანდეთ მახსოვს სასრები გაწუხეთ დაბრძანდეთ იქ არა მე გაკურთხებ დაბრძანდე შენი უძლურების გამო. შენ რომ ხათთან გადადიხარ, ქადაგების დღესთან გადმოდიხარ, უნდა იცოდე რომ მე ხელი მეშლება. ცოცხალი ადამიანი ვარ. და მსგავსი შენიშვნები არაერთი მომიცია თქვენთვის. თუ გაღონებ და გიჭირთ, პირველი გაძლევთ კურთხევას, მოხვიდეთ, ზეთიცხო და წახვიდეთ. ასე საქმე წაიგდო წინ, ესე არ ხდება. ჩვენ ერში გვაქვს ბევრი გამოვლინებანი საკუთარი ნების და სურვილების. ეკლესიაში მოიქნება. დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთ ამბობს მოციქული პავლე ვითარცა უფალსა და მორჩა. განმარტებებს აღარ საჭიროებს. თუ რაღაცა სისულთე და უძლურება ჩემი თავი გენაცვალოს. შევალ შენ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა. მაგრამ ასე რომ ეხლა რატო ხარ ასე მყუდროთროდ გეხარ წყნარად თვალები მოპყრობილია და ყურის სმენად იმიტომ რომ აქ ასეთი წესია უკვე წლებია აბა მე მოვცეთ უფლება როგორც გინდა ისე აქ რა იქნება აქ ის იქნება რაც ბევრ ტაძარშია სამწუხარო გნიასი ხმაური ჩურჩული სიცილისკი და მინაკლს ფლირტს თამაშობენ ახალგაზრდები ფეხი გადადებული სკამებზე ჩამომჯდარი ტაძარში წირვალ მოცვის და ქადაგების დროს როგორ ამბობთ ამ სუფრაზე მე ვარ თამადა ღვთის ნებით პატრიარქი აქ მე ვარ წინამძღვარი ასეთი რამე არ მოხდება თუ კი რომ მე ასეთი ვარ დესპოტი ვარ არა საეკლესიო დისციპლინა ისევე აუცილებელი ამობენ წმინდა მამები როგორც სწავლება სახალხოებისეული არც მეტი არც ნაკლები საერთოდ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ წმინდანები ყოფილიყვნენ უდისციპლინონი ურჩები თავნებები და ასე შემდეგ აი ვანებოთ ამას თავი მოკლედ ვინც აღმოიშობა ქრისტეს მიერ საუკუნო ზეციური ცხოვრების მადლი გადაეცემა და ზეცაც განხმულია ამ ადამიანებს რათა თავის დროზე მიიღოს ისინი როდესაც ქრისტეს მიერ წმენაში წარმატებებს მიაღწევენ აი გადაუხვიათ თუ წარმატებებს წმინდა თიცხორ იმ შემთხვევაში შეღო სასუფეველო ისტორია ასე კი არა რომ მოინათლეთ და ამით კი არ დამთავრდა ამით იწყება ადამიანის ცხონების საიდუმლოება მაშინ შეიქმნებიან ეს ადამიანები ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი აკი უწინ ზეცა ჩვენთვის დახშული იყო ხოლო ჩვენ რისხვის შვილნი ვიყავით ღმერთმა ჩვენ სამართლიანად დაგვიტევა ჩვენი ცოდვისა და ურჩობის მიზეზი აცკი ზეცა განგვეხვნა იესო ქრისტეს გამო რომლის მიერაც ჩვენი ბუნება უცოდველი შეიქმნა რომლის მიერაც ჩვენ კეთილ ვემორჩილებით ღმერთსა მამასა ვითარცა ყრმანი კეთილ ნებებლოვისა და ძენის საყვარელი
ნათელს იღო რა იესო მეხსეულად აღმოვიდა წყლისაგან და განევნეს სანი. ხედავ წმინდა ნათლისღება კარია, რომლის მიერაც ნათელღებადნი შევლენად სათაშინა. ყოველივე რაც უფლის ნათლისღებისას მოხდა ჩვენთვის. ეს ქრისტეს არ ჭირდებოდა არც სული წმინდის გარდამოსვლა და არც ხმით დამოწმე მამისა. ეს ასეც იყო. ეს მოხდა ჩვენთვის. თვითონ ხმაც კი ნახე როგორ არის გამოთქმული. შესაძლოა ისმინეთ მაგისი. ჩვენს ყურადღებას ამახვილებს. ქრისტე უწყის რომ ის არის თანასწორი მამისა ძევთისა მხოლოდ ჩვენი. ეს იოანე ნათლისმცემელი და მოციქულები ხედავენ ამ უცნაურ საყიდველს. სული წმინდის გარდამოსვლას ნათლისმცემელი და ხმა ესმით ყველას. ისე რომ ზოგიერთ ქუხილის ხმა ეგონა და შეშინდა კიდეც. ეს საუჩეულო ფენომენი არის. ზეციური მამა როგორ ლაპარაკობს? ზეციური მამა არის წყარო ყოველგვარი ცოდნის, განათლების და სიბრძნის. შენს გამო მან შეიძლება ადამიანურად გითხრას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასულიეროში ასეთი უბნობაა. ჩვენ ეს არ ვიცით. როგორ უბნობს მამა, ძე და სული წმინდა. მაგრამ ჩვენ ვართ რა ხსნადი და მოკვდავი ადამიანები. როგორც ქრისტემ ხორცი შეიცხადა ჩვენთან მოვიდა, ჩვენ რო ვეღარ დამარხდით. ასევე იმ ხმითა და იმ გზით გვეზრახება უფალ თუ გულში, თუ გონებაში, თუ გამოცხადებითაც, რომლის აქმის უნარი ჩვენს. მაგალითად, როდესაც სანი განევნეს ქრისტე აღმოვიდა რა ნათელღებული იორდანიდან, რომელსაც სინამდვილეში თავად მიანიჭა მადლი და წინა სახე მოგვცა ქრისტიანული ნათლისღებისა, სანი განევნეს და იხილა ტრედი როგორ გარდამოვიდა და მსგავსება ტრედისა სული წმინდა დაადრებოდა მას. ეს იხილა როგორც მამები განმარტავენ მხოლოდ იოანე ნათლისმცემელს. მოციქულებს არ უხილავთ და მათი ჯერ კიდევ ბევრი იყო ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური. ეს მადლი მათ მიეცემათ მოგვიანებით სულთ მოხდენობის ამს, რომელსაც იმ მადლს გაამრავლებენ თავისი თავდადებული და მოწამეობრივი, მოციქულებრივი მოღვაწეობის შედეგად. ხოლო ყველას მოციქულებს ეს მათ ხმა, ეს მათი სიტყვა, არა იოანესთვის, არა მეტადრე ქრისტესთვის, არამედ მათთვის. მაგისი ისმინეთ, ჩემი ნების მამებლად ყავიგი. ესე იგი რა, თუ არ ვისმენთ, ვერ მოყავთ იქ, რაც ნათლისღებით, თავისი მხსნელი ვნებები, აღდგომა ამაღლებით ქრისტე მაცხვარა მეანიჭა ადამიანთა ბუნებას. არა ზოგადად ადამიანთა ბუნებას, როგორც ესეთი, არამედ თვითოულ ადამიანს ამას ცოტა მოგვიანებით იტყვის გრიგოლ პალამა. მას როდესაც ადამიანები რწმენაში წარმატებებს მიაღწევენ, მაშინ შეიქმნებიან ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი. აქ უწინზეცა ჩვენთვის დახშული იყო, ხოლო ჩვენ რისხვის შვილი ვიყავით. ღმერთმა ჩვენ სამართლიანად დაგვიტევა ჩვენი ცოდვისა და უჩობის მიზეზი. აწკი ზეცა განგვეხვდა იესო ქრისტეს გამო, რომლის მიერაც ჩვენი ბუნება უცოდველი შეიქმნა, რომლის მიერაც ჩვენ კეთილ ვემორჩილებით ღმერთსა და მამასა და ესე შემდეგ. ნათელს იღო რა იესო მეხსეულად აღმოვიდა წყლისაგან და განევნეს სანი. ხედავთ, წმინდა ნათლისღება კარია, რომლის მიერაც ნათელღებადნი შევლენად სათაშინა. ამ გზით განაღვნა კარების ზეცისა. ისინი ჩვენ შესვლას ელიან. ვინ ისინი? ზეციური ანგელოზები. ქრისტემ არა მარტო ადამიანური ბუნება განაახლა სულერთიანად, არამედ თვითოული ჩვენთაგანის იპოსტასი, ანუ ცალკე აღებული ადამიანი. თუმცა ეს განახლება მიიღწევა, როდესაც საღვთო ნათლისღების გზით ადამიანი იღებს შეცვლებათა მიტევებას, მისი მცნებების დაცვით, სინანულითა და ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლის ზიარებით. ამენ. ესე იგი, პოტენციურად ჩვენ ეს მოგცა ღმერთმა, მაგრამ ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ. ანუ ქრისტეს ცნებები, ესე იგი წმინდა თავშეკავებით უნდა ვიცხოვროთ და განმტკიცდებოდეთ საეკლესიო საიდუმლოებით და რომელიც იწყება ნათლისღებით და რომელიც გვირგვინიც არის დასასრული წმინდა ევქარისტია ზიარება. როგორც გაკვეთ შესავალში გითხარით, თვითოული ჩვენთაგანი გნებავს დღეს ტაძარში და ამ წუთას თავისი შინაგანი ცხოვრებიდან მოვიდა, თავისი განცდებით და განწყობილებებიდან. თქვენ უფრო მეტნი ხართ, ვიდრე მე მოწვარი. რატო? სხვა თვალსაზრისით რატო? იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ სახურებაც კია. ღვთისმსახურება უნდა იყოს მთელი ჩვენი ცხოვრება. მარტო ტაძარში კი არ უნდა ვსახურობდეთ. და მაქვს ეს საშუალება და მაქვს ეს მიზანსწრაფვა და ასეთი განწყობა. სახლშიც მე ვარ ღვთისმსახური.
ხორცეულ საქმეებს აკეთებ ადრე უფრო მეტად ახალგაზრდობაში. ეხლა შვილები წამოვიზარდნენ თავისი ოჯახები. ანუ საზრუნავების ნაკლები მაქვს შედარებით და მაქვს მეტი საშუალება და თითქმის ეს 100-ია, თუ ძალიან დაღლილი არა ვარ, მე ვარ საწერ მაგიდასთან, ამ კითხულო, ამ თარგმნი, ამ ლოცულო. ეს არის ჩემი ცხოვრების ეს, ჩემთვის ადვილია, რომ ვიცხოვრო ეკლესიურად, ბევრად. თქვენთვის უფრო ძნელია, იმიტომ რომ თქვენ გყავთ ოჯახები. სადაც არიან ჯერ კიდევ პატარა ბავშვები, შვილები, ახალგაზრდების დგანან აქ და ასე შემდეგ და გაქვთ უამრავი საზრუნავები. ამიტომ გმადლობთ თქვენ და გლოცავთ, რომ გამოხვედით იმ ამაოებებიდან და მოხვედით ღვთის ტაძარში. თუნდაც საათი, საათნახევარი მოასვენოთ სული ღვთისმშობლის წინაშე და მისგან ხორჩეს ყოლის. ამისთვის გლოცავთ და გაკურთხეთ. არავინ არ უნდა განიკითხოს. ჩვენ უნდა განვიკითხავდეთ და განვიხილავდეთ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას. ეს მოძღვარს ევალება გაანალიზოს თვითონ თქვენთაგანის გზა, შეადაროს წმინდა წერილს, ისე როგორც საკუთარი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, შეადაროს წმინდა მამათა სწავლებას და შესაბამისი კურნალობა დაგინიშნოთ. ეპიდემიები იქნება ეს, რაიმე საკითხავები იქნება სახარების თუ მამათა და სხვა და სხვა და ამ გზით დაგეხმაროთ ღმერთთან დაახლოებაში. ეხლა ეს ზოგიერთისთვის მიკითხია შვილო, რატო არ დადიხარ, აი ხედავ ტაძარში არ მოსულხარ თვეებია. იცით რა მამაო, სამსახური მაქვს და მე მეკითხები როგორ ჩვენ უქნარები ვართ, აქ ვინც მოვდივარ ტაძარში. აი მე მგდელი ვარ, გასაგებია რატომ მოვდივარ. ღვთისმსახური ვარ და მოვდივარ ჩემს სამსახურში თქვენი ენით ვამბობ. და თქვენ რომ გამოეტაცეთ ამ ამაოებასთან მოხვედით, ამიტომ გლოცავთ და ამ თვალსაზრისით მოდელზე მაღლა გაკეთებთ. ესენის ამათაც აქვს სამსახურები, მე ხო ყველა ცხოვრება ვიცი ჩვენი მრევლისა. ვინ რიცის სუნთქავს, როგორც თქვენ იტყოდით. ზოგს 2 და 3 სამსახური აქვს, მაგრამ ახლა ცდილობენ უფალი თვალსაჩინოდან არ დაიტყვი, ერთ-ერთ ორჯერ მოხდა, რომ თვეები არ მოვიდნენ და სულიერად გახდნენ ძალიან ცუდად. ნევროზულები და ასე შემდეგ. თან გააჩნია როგორი მეუღლე ყავს რა. მეუღლეები არიან აზრითის ყოლა ჯობია საერთოდ ოჯახი არ შეგექმნა რა. ყოლახდილად ვამ, ძიმე ჯვარები აქვს. ამ დროს მეუღლე რას ნიშნავს? უღელი აქვს მასთან და უნდა ხონდეს აწეული და ამაში უბედურება რომ მეუღლე ქვია და მეუღლე არ არის. უღელს არ უწევს თავის მეუღლეს, თავის მეორე ნახევარს. უღელს არ უწევს. ეს უღელი არის ჯვარი. თვითონ ჩვენი ჯვარი გვეძლება და როცა ერთმანეთს უკავშირებს ცხოვრებას, ოჯახს ვნით, ჩვენ ხდებით მეუღლეები. ანუ ერთმანეთს ეს უღელი ჯვარი უნდა აუწიოთ, გაუგოთ და ასე შემდეგ. მერე გააჩნია შვილები. ეს გარყვნელი და დამღუპველი გავლენები, ღამის ბარები, ნარკოტიკები, რომელიც ხელმისაწვდომია რა დასამალია. მერე ესეთი პარტიებიც კი ჩამოყალიბდა გირჩის და სხვა სახით, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ ლეგალიზებას ნარკოტიკების, კანონში შეტანას. ნუ ეხლა ამებისგან არ მეგვირს ერთ ცოტა იუმორი რომ გავურიოთ. მერე ჩვენ ხარ შევარკვით თვითონ დაერქვეს სახელად გირჩი. ერთხელაც იქნება მოგიტანთ სქელტანიანი წიგნი მაქვს სიმბოლოთა წიგნები. გირჩი არის მამაკაცის უკაცრავად სასქესო ასოს სიმბოლო. აი ეგენი არის კაკურად რომ უთხრა. იმიტომ რომ ეგეთებს თუ მოუვა თავში, თუ ტვინი აქვს საერთოდ. ასეთი რამე რომ გარყვნა ახალგაზრდები. ჯარში არ უნდა იმსახურო, სექტა ჩამოყალიბდა მთელი. ანუ სამშობლო არ უნდა უყარდეთ, არ უნდა დაიჭრა, ყველაფერს აკეთებენ. ესენი მართლაც არიან აგენტები და ფასიანი აგენტები რა, რო გითხრათ, მოკლედ და გასაგებად. ასეთი მავნე გავლენები არის და რამდენი დინება ასეთი კიდევ. მშობლებს არ ვიცი, ენერგია აღარ აქვს, სურვილი არ აქვს, თუ ნებებში არიან თავადად ჩაფულები, არ აინტერესებს. მათი შვილები როგორ ცხოვრობენ, ვისთან მეგობრობენ. მითხარით, ვინ არის თქვენი მეგობარი, გეტყვით, ვინ ხარ თავად თქვენ. არ აინტერესებთ. მეტადრე როცა ასეთი გარყვნილი საზოგადოება და ორიენტირები აქვს მართლაც დაკარგული რა. არა და როდესაც დიდი ჟულის კანონებს გვიმოწევს, მშობლები წარდგებიან ღვთის წინაშე და ეს აუცილებლად მოხდება. მათ მოკითხავს არა მარტო საკუთარ ცოდვებს, არამედ იმას, როგორ ზრდიდნენ ბავშვებს. აუცილებლად. ისე როგორც შვილებს, როდესაც წარდებიან, არა მარტო საკუთარ ცოდვებზე აგებინებენ პასუხს, არამედ იმაზეც, როცა მშობლები მოხუცდნენ და დაავადდნენ, აქცევდნენ თუ არა ყურადღებას. ის ხომ ზრუნავდა შეზე, როცა ახალგაზრდა იყო.
ფიზიკურად ცდილობდა სულიერ განათლებაც მიიღოთ და სხვა და სხვა. ეს უბრალოდ სიყვარულის კანონი ამაზე ლაპარაკიც ისეთ მეტია, რომ შვილმაც როცა წამოიზრდება, დაკაცდება თუ დაქალდება, თავის მოხუც და ავადმყოფ მშობლებს ყურადღება უნდა მიაქციოს. მაგრამ არიან ასეთი მშობლებს კი აი მოხუცია ყველაფერი პენსიაზეა, მაგრამ ცდილობს ისევ შვილებს რაღაც აქ ბებია იყო ასეთი გარდაიცვალა. რამოდენიმე ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ. ესე იგი რაიონში პენსიიდან უგზავნიდა შვილს დახმარებას, შვილიშვილს. და აი ნახე აულაბარში, ნაგვის ბუნკერში იქექებოდა. ეს არის თავდადებული ადამიანი, თავისი მოყვასისთვის. და მე ვიცი შვილები არიან, აი ჯვარი დამისახია, აი მათ სკამზე ვიჯექი 2-3 წლის წინ მოხუცებული ცოლქმარი, მე გავიგე რომ ცოლქმარი არის. ჯერ ერთი მოვიდა, მე მეორე მოვიდა. მე რომ მივხვდი რომ ესე ცოლქმარი იყო, დავსხი ერთად. შევხედე ინტელიგენტურად აცვიათ. გალახაკის, მათხოვრის და გაჭირვებული შტაბის-შტილებას არტოებდა. როგორც მოძღვარი გეკითხებით, მე კი არ მეწმენთ, რასაც ითხოვდნენ, მივეცი ის და მეტიც მივეცი. და რა მიგეყვა ნათლად ის შეხედავთ, არც მეტყველებით, არც განათლებით, არც ჩაცმულობით არტოებთ, ესე იგი გალახაკის შტაბის-შტილებას. ამოიოხრეს და მიითხრეს. ღრმად მოხუცები იყვნენ. ლას-ლასით მოვიდნენ ტაძარში. შვილი ყავს ერთადერთი ვაჟი, ინკოგნიტოდ ვამბობ, გათქმა არ არის. იმიტომ რომ ზოგიერთი საუბარი მოძღვართან აღსარების ტოლფასი. ორი ბინა ქონდა, ყოველთვის კარგი სამსახური მქონდა, შრომა არ მეზარებოდა, არც მე არ შემეუღლეს, რაც შეგვიძლია შევუქმნითო ყველაფერი და ესე იგი სკოლა დაამთავრა, დაიწყო სამორინეში სიარული. წააგო ჯერ ერთი ბინა, ვალებს აღარ მტრო, ვალები ამოეკიდა. მერე მეორე ბინა. დავინტერესდა, სად არის მეთქი თავად? ქუჩაშია, არა მამო, მაქირაევში ცხოვრობს. თქვენ სად ცხოვრობთ მეთქი? ჩვენო ყოველ საღამოთი მივდივართ სამგორის მეტროსთან. ქირავდება ბინა, ერთი ღამე, ერთი საწოლი ღირს 5 ლარი და 5 ლარი მხოვეს ამათ. არის შვილი? აი რომ ვკითხო. ხო შენი ბრალი იყო ყველაფერი, რაც ადექი ეს მაინც გააკეთა, მშობლებს უკირავე და შენ წადი და ღამე დაიძინე იქ საერთო საწოლში 5 ლარად. აქაც პირიქით აკეთე. კი არ გეწინათ მეთქი, კი ზრუნავდით, აჭმევდით, ასმევდით და ასე შემდეგ, მაგრამ აღზრდა არ მიგეციათ მეთქი, მაგრამ აკაკის სიტყვები მოიგონა წერეთლის. მარტო აღზრდა რას უშველეს თუ ბუნება, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი არ ეშველა. როგორია აი ადვილია საქმელად მოხუცი, ძალა დაკარგული, დაავადებული ადამიანები დადიან ხელი-ხელი ჩაკიდებული 5 ლარი იშოვდა, კიდევ ალბათ ცოტა სადღაც ითხოვრო, ლოკმაპური, ელემენტარული მიიღო. უმძიმესი მდგომარეობა და ასე ეს ერთი როდია. ჩვენ აქ უამრავ საუბრებს ვისმენთ, გაოცებული ვარ. აი მაგალითად მამა გარდაეცვალა და პირიქით დედა. მოხუცია, ღრმად მოხუციც არის. შვილები ერთმანეთს ეკამათებიან, ვინ უნდა მოუაროს. არა შენ მოუარე, მე სამსახური მაქვს, მე ჩემი ქმარი არ გამომიშვეს და 1000 რაღაცას იგონებს და ბავშვი ცეკვაზე დამყავს. ბავშვი დაყავს ცეკვაზე და იმიტომ არ მოუვლის დედას ან მამას. ხო და ბოლოს როგორაც შეთანხმდებიან, ერთი წავა და უვლის. როგორც კი მოკვდება, იწყება ჩხუბი ვის რა ეკუთვნის. არა ამ დროს უთხრე შენ თუ მოული, შენი იყოს, მაგრამ როგორც კი გარდაიცვლება მშობელი მოხუცი, მერე იწყება ფიზიკური შეხლა შემოხლა, აი ჯვარი დამიწერია, მოწმე გამხდარვა და ოჯახები შემირიგებია, დაემბარებია, ან თვითონ მოსულან და უთხოვიათ, შენ გენდობი თუ მართალი სიტყვა გითხარი, ვინ არის მართალი? ნუ პირველი რასაც ვეთქვი, მართალი არის უხალე. დანარჩენი ყველა არის სულტა ამავთ, როგორ აი ასე მეთქი, წმინდა წერილი გვასწავლის და მარტო ცხოვრება გვასწავლის. ამიტომ ჩვენი სიმართლე ყოველთვის არის შეფარდებითი და ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ სიმართლე, ჭეშმარიტებას და სიმართლეს უნდა დავატოვოთ. და რა აღმოჩნდება, რომ უდიდესობრივ შემთხვევაში არც კი იცნობდნენ ამ სიმართლეს და არც ვიტოდნენ ამ გზად და ასე შემდეგ. ნუ ერთ სიტყვით თავს აღარ შეგაწყეთ, ძალიან რთული ცხოვრება არის და ესე იგი სული რომ დამეღალა და ხორცის გამიუბედურდა
არ დაგიმალავთ და მithხოვი აი ქადაგებაში თქვი შეეცებ ცხოვრება ჩემი და მეორე დაუბრუნდი იმდენად ღრმად მომეჩვენა ეს სიტყვები და გულისხმობდი რომ წაიღე მეთქი ჩემი სიცოცხლე წამიყვანე და შუა სიტყვაზე და აზრზე შევწყვიტე იმიტომ რომ როცა გავიაზრე რომ მე არა ვარ საამისო გზად ჩაუვარე იმ ადგილს და დავასრულე ლოცვა ყველას აქვს რა თქმა უნდა ცხონების მაგრამ ბიძაშვილი მამიდაშვილობით არავინ არ ცხონდები უნდა გავისაჯოთ ჩვენთვის ეცა უკვე ღია არის ერთი რამე დაგვჭირდა ნება გამოვავლინოთ რომ ტალანტი რომელიც ღვთისგან მივიღეთ და ეს ტალანტებია სიცოცხლე ჯანმრთელობა გნებავს ქონება და სხვა რაც მივიღეთ ვამრავლოთ ის უქმად არ დავთვალოთ ბოროტ მონასავით რათა გამართლება ვიპოვოთ ღვთის წინაშე ამენ და ბოლოს აი ჩემი შვიდეულის ერთი კვირის შინაგანი შტაბეშტილებების ასე თქვა ანაბეჭდი ამ რიტმიულ ლექსში რაც რიტმა ნაკლებად არის მაგრამ რიტმა არის და რიტმა არის უპირატესი რიტმასთან შედარებით ზოგჯერ გვექნება შტაბეშტილება რომ თითქოს ღმერთი ჩვენსაც აღარ ისმენს არც ლოცვას არც საქმეს არ იღებს იწყება სინანული უღრმავდები თავს შენს თავში შენს თავს უღრმავდები რატომ ხდება ასე არის მამები შემთხვევა რომ ითხოვ და არ გეძლება და ზოგჯერ არ გეძლება იმის გამო რომ შეგიცოდავს და ჯეროვანი სინანულია ჩვენ ღმერთს ან ეს იმიტომ ხდება რომ ლოცვა გასწავლოს უფალმა გამოდმებული ლოცვა ეს არ არის ადვილი რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა მხედველობაში აქვს იესოს ლოცვა რომელიც ჭორი და ფარია ქრისტიანისთვის და ეგული სიღრმიდან ავძახე უფალ ღმერთს როგორც გითხარით ან ღმერთთან ვლაპარაკო ან თქვენთან მათ შორის სხვადასხვა სამრევლოები და მოხდა დღეს ჩემთვის იყო ნუგეშინის სემისტრია ყოველი 4 შაბათი და კვირაცგების ქადაგების აქ რომ მოვდივარ თქვენი სახით თქვენი ყურადღების სახით და ასე შემდეგ მე დიდ სიხარულს ვიღებ და დიდ ნუგეშინის ემას რისთვისაც მადლობას გეუბნებით მაგრამ ჩვენ ყველანი მოვდივართ უფალთან და ის ყოვლადწმინდა დედასთან პირველ ყოვლისა არ ესმის ზეცას უფალს არ ესმის არც ჩემი ლოცვა არც ღაღადისი მას შემიცოდავს ღრმად შემიცოდავს ან იქნებ ლოცვას მასწავლის ზეცა მე დავიღალე წუთის სოფელში სევდიანი და ქედადრეკილი უსიყვარულოდ ვაგდივარ მთხრებლში და მაინც ვფიქრობ წმინდა ზეცაზე შემეხე ჩემი სულის სიმებზე ძლიერ მატკინე დაამატირე დამაგმობინე სოფელი ესე და მომანატრე მე ზეცა შენი ამენ